Televideo კომპანია იმედის ინიციატივით დღეს გამწვანების აქცია გაიმართა კომპანიის თანამშრომლებმა აღმაშენებლის ხეივანის მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპარისის ნერგები დარგეს გადაცემა იმედის გმირების ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს აქციის ჩატარების იდეა შალვა სირბილაშვილის შესახებ მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ აუჩნდა. იმედის ერთ-ერთი გმირი შალვა სირბილაშვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში თბილისის გამწვანებაზე უანგარო ზრუნავდა. მისი მაგალითი დღეს ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით გაიზიარეს. თითოეულმა მათგანმა საკუთარი სახელობის ერთი ხე დარგო. აქციის იდეა ეკუთვნის ჩვენ პროექტს, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა გმირი შოთა სირბილაშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება, მთელი ახალგაზრდობა გავდა ხეებს და ქალაქში ძალიან ბევრი ხე სრულიად უანგაროდ, რა თქმა უნდა, მისი დარგულია. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე ხო რაღაც შედეგები შემდეგ გმირთან დაკავშირებული, გამოხმაურებები და დღევანდელი აქციაც თან მიხარია, რომ იმედის გმირებიდან მომდინარეობს. და რაც მეტი ჩაერთვება, ბევრად უკეთესი იქნება, იმიტომ რომ გაამწვანე ბუნება დარგე ხე ეს დიდი ხანია გრძელდება და კარგია რომ ჩვენ ტელეკომპანიაც შევერთდა. ძალიან მიხარია რომ ასეთი აქციის ჩატარების იდეა გაჩნდა. აი დღეს მაგალითად პირველი ხე დარგეს, სულ ამბობენ ხოლმე რომ ადამიანმა სამი რამ უნდა გააკეთოს ცხოვრებაში, შექმნას ოჯახი, ააშენოს სახლი და დარგოს ხე. მე ვიწყებ ხის დარგვით და ვფიქრობ რომ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ თუ რას ვსუნთქავთ და გაუფრთხილდეთ თბილისის სუნთქვას.